ჩვენ დღეს შეხვედრა ჰქონდა ევროსაბჭოს გენერალურ დივანთან და ასევე ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტთან. ხვალ იმართება ამ დღეებში იმართება სესია, მათ შორის ხვალ განიხილება საქართველოს საკითხი. ჩვენ ზოგადად ვისაუბრეთ იმ რეფორმებზე, რომელიც დაეგმილია თვითმმართველობის სფეროში, იმ პრობლემატიკაზე, რომელიც არსებობს, იყო შეკითხვები სხვა სფეროებიდანაც, არსებობს ძალიან ბევრი თემა, რომელიც საქართველოს უკავშირდება, არსებობს ცნობის მოყარეობაც, ის ხედვები, რომელიც გააჩნია ახალ ხელისუფლებას, ზოგადად დემოკრატიული განვითარების კუთხით და მათ შორის თვითმმართველობის განვითარების კუთხით. ჩვენ შევეხეთ იმ საკითხს, რომ უნდა შედგეს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ევროსაბჭოსა და საქართველოს მთავრობას შორის და პარლამენტს შორის, რათა ჩვენ მივიღოთ სრულყოფილი საკანონმდებლო ბაზა თვითმმართველობისთვის, მოემზადოთ სრულყოფილად ადგილობრივი არჩევნებისთვის, რათა არსებითი ნაბიჯები გადაიდგას წინ. ამ მხრივ თანამშრომლობის სურვილი გამოითქვა როგორც მაღალ დონეზე, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ დონეზე, ასევე საექსპერტო დონეზე. იქნება უფრო ინტენსიური თანამშრომლობა, რაც კიდევ უფრო მეტად დაგვაზღოს ხშირად იმ გაუგებრობებისგან, რომელიც ცალკეულ დოკუმენტებში ხანდახან ჩნდება ხოლმე.